მორჩით ამ ყველაფერზე, მე ბოდიშს მოგიხდით, რომ ასეთი მარაზმით დავიწყე. და გადავიდეთ ყოველ შემთხვევაში შობის მისტერიებზე და ზოგადად შობაზე, ზოგადად რას ნიშნავს ეს შობა და რა თემაა. ქრისტეს შობა და ასევე აღდგომა, თითქმის ეს ერთი და იგივე თემაა. და რატო? 21 დეკემბერს, ასე ვთქვათ, მზე იმყოფება ყველაზე დაბალ ზენიტში დედამიწის. შესაბამისად, მზე კვდება 3 დღით. ანუ 21-დან 25-მდე აბსოლუტურად მზეა გაჩერებული და არც დღე იზრდება, არც ღამე, შესაბამისად გაჩერებულია მზე და ის გაჩერებულია სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედში. სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედში, ანუ მზე აცვეს ჯვარს. ხოლო 3 დღის შემდეგ ის აღსდგა მკვდრეთით, ანუ ეს ნიშნავს იმას სწორედ, რომ მზე აღდგა, ანუ ეს როგორც აღდგომა ისე და რეალურად იწყება ახალი ეტაპი ცხოვრების, ანუ იწყება ახალი ეტაპი, ასე ვთქვათ, სეზონის, იწყებს დღე მატებას და შესაბამისად ბოდიში რაღაც თან ცდილობს ყველანს გავაკეთო ეს ლაივი და იწყებს დღე მატებას და სამწუხაროა ის, რომ აი ესე ვთქვათ ფეიქ რეალობაში გვიწევს ყოფნა, როდესაც ერთმანეთს ულუსავთ 7 იანვარს, მართლა დიდებულად ულუსავთ 7 იანვარს შობას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს, ასე ვთქვათ, ზოგადად შობასთან. რადგან კალენდრები გადაწიეს, გადმოწიეს, რაღაც მსგავსი რაღაცა მოხდა, ყოველ შემთხვევაში ეს სისულელები ეს ყველაფერი, რადგან ათვლის წერტილი ეს არის ეს არის ბუნიაობა. ზამთრის ბუნიაობა. ზამთრის ბუნიაობა ეს არის სწორედ ის მისტერიები, რომლებიც რეალურად უკავშირდება სწორედ შობასაც და აღდგომასაც. ამიტომ ამიტომ რეალური შობა არის დღეს და უნდა ვეცადოთ ჩვენ და სხვადასხვა სასულიერო პირებთან უკვე მქონდა დღეს საუბარი, რომ გადაგვეწია და მართლა აღსდგეს ის ძველი, ასე ვთქვათ, ტრადიცია, როცა ქრისტეს შობა იყო 25 დეკემბერი და მართლა მიდის მაგიებზე საუბარი, არ ვიცი, და მოხდეს ეს სასწაული და ასე ვთქვათ, რაღაცა რეალურ დროს მაინც გვიზეიმოთ ჩვენ, ასე ვთქვათ, ქართველებმაც და ზოგადად რა, ყოველ შემთხვევაში ამას უფრო ძალა აქვს და ამას უფრო მეტი ესა აქვს, რა ყოველ შემთხვევაში დატვირთვა. მე ყოველ შემთხვევაში ვეცდები, რომ რეალურად კიდევ რაღაც გავამჟღავნო, ასე ვთქვათ, გავამჟღავნო ეს ყველაფერი, უფრო ვრცლად გავშალო, წარუდგინო რაღაც დონეზე თუნდაც სასულიერო პირებს, იმიტომ რომ მათ დამნიშნეს მას შეხვედრა სხვათა შორის და ასე ვთქვათ, ძალიან დაინტერესდათ ეს ამოწყება, რა ვიცი, რაღაც სასწაული მოხდა, просто დამირეკა ვიღაც მამამა და მელაპარაკა. უბრალოდ მე ვარ ბიძინაშვილთა საგვარეულოს წინამძღოლი და აქედან გამომდინარე დაარეკეს, რა ვიცი, რაღაც თემაზე და უცებ შევყვევით ამაზე საუბარს. დაინტერესდნენ ყოველ შემთხვევაში და სათავარ თუ რაღაც მაგ თემაზე კიდევ ვისაუბროთ. არ ვიცი, ძალიან გამიკვირდა ეს ყველაფერი. და იმედია, რა ვიცი, გაგრძელება იქნება ამ ყველაფერს ყოველ შემთხვევაში. так. ეხლა ვისაც სუსტი გულია, ჯობია რომ მოშორდეს. ან ჩაუწიოს ან რაღაც საქმეს. ახალ წელზე მინდა გესაუბროთ და ამიტომ გამზადებთ. გამზადებთ ამისთვის. რაც შეეხება ახალ წელს, მოდი ამას მე გადავაზიარებ ყოველ შემთხვევაში. ახალი წელი ეს არის ძველი, ასე ვთქვათ, ძველი
ანუ 46 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე იულიუს ცეზარმა, ანუ იულიუს კალენდრით მოკლედ რა, ანუ ღმერთი იანუსის დიდებისთვის, ანუ შექმნა ეს თვე იანვარი და ახალი წელი ყოველ შემთხვევაში. მამამდე ახალ წელს აღნიშნავდი ხოლმე ყოველ შემთხვევაში 1 მარტს. და ზოგადად ნამდვილი ახალი წელი ეს არის 21 მარტი ბუნიაობა როცა არის. ხო, ну ესეა ყველაზე ნამდვილი და ჭეშმარიტი ყოველ შემთხვევაში. ხათან კითხულ კომენტარებს ბოდიშ ვიხდი რა. ხოლო შემდგომ უკვე პეტრე პირველის დროს, ანუ ასე ვთქვათ, შეიცვალა და ეს გახდა 1 იანვარს. მოკლედ, მაგრამ ეს ახალი წლები, რომლებიც შემოვიდა უკვე რუსეთიდანაც და შემოვიდა უკვე ევროპაში, ეს იყო კელტური ახალი წლები, ეს იყო კელტების მიერ, ასე ვთქვათ, ინიციირებული რაღაც ესეთი დღესასწაული, თუმცა ეს სულ არ იყო ეს დღესასწაულო და სულ არ იყო რაღაც ესეთი სიკეთის მომტანი და ესეთი ბედნიერის მომტანი, როგორც დღესაც ტრანსფორმირებული ეს ყველაფერი, ანუ საიდან მოდის ეს ყველაფერი, ანუ ჯერ პირველ რიგში ეს იყო ნაძვის ხე, რატო ვიღებ ნაძვის ხეს, ეგეც კელტებიდან მოდის ეს ყველაფერი. ნაძვის ხე ეს იყო რეალურად მაგიური, ნაძვის ხე ეს იყო მაგიური ხე და კელტების წევდნენ მას პატივს, რადგან ის ფერს არასოდეს არ იცვლიდა და არ ზამთარს და ზაფხულს ყოველთვის იყო მწვანე და თითქოს არ ემორჩილებოდა ბუნებას და რაღაც დონეზე ეს აღნიშნეს როგორც ასე ვთქვათ მაგიურ ხედ და ამ მაგიურ ხეს აქვს თავის სული და ამ სულის ასე ვთქვათ რომ ასე ვთქვათ ამ სულის როგორ გითხრათ დაბრიც ანუ ეს სული რომ მოიჩვიონ და ეს სული რომ კეთილგანწყობა მოიპოვონ ამ სულის ამიტომ აკეთებდნენ ხოლმე მასზე მსხვერპლშეწირვას ეს მსხვერპლშეწირვა ყოველ შემთხვევაში თავიდან იყო ადამიანის სახით ხოლო შემდგომ უკვე ცხოველებზე გადავიდა და შესაბამისად ეს მსხვერპლშეწირვის ისტორია სწორედ ერთ-ერთი სწორედ მაგაზე გადიოდა მაგახალწელზე და რა შვებოდნენ მერე შვებოდნენ იმას რომ როდესაც ასე ვთქვათ შესწირავდნენ მსხვერპლს მე უკვე მის ორგანოებს და მის სისხლით რთავდნენ ამ ნაძვის ხეს როგორც აძლევდნენ ამ ასე ვთქვათ მას უბოძეს ეს ძღვენი ადამიანის სახით და ასევე მისი ესე ვთქვათ აი ორგანოები დაკიდეს ეს და მორთეს მანდაურობა შესაბამისად ეს პერიოდი ანუ დღეს ეს ყველაფერი ტრანსფორმირდა და დღეს ეს ჩვენ ნაძვის ხეზე ვკიდებთ სათამაშოებს სწორედ ეს იმის აგრძელებაა და იმის ესე ვთქვათ გადმონაშთი არის იმ ესე ვთქვათ დღესასწაულის რაც მაგათ ჰქონდათ ეგ ერთი რა მეორე ვინ არის ეგრეთ წოდებული ეს სნიგუროჩი სნიგუროჩკა ეს არის როცა თოვლის ბაბუამდე მივიდეთ მოდი ჯერ ჩვენ ანუ თოვლის ბაბუა ეს არის რეალურად ის ბოროტი სული რომელიც ასე ვთქვათ სული რა ბოროტი ზნეული ეგრეთ წოდებული სული ადამიანი როგორ გითხრათ ესე რომელიც მართავდა და იყო კულტურა ციცივისა და ყინვის ხარბუქის ღვთაება ღვთაებასავით მსგავსი რაღაც ანუ ეს ადამიანები ზოგადად ცხოვრობდნენ ჩრდილოეთით და იყვნენ გარკვეული ზნეულები იყვნენ ჯადოქრები რა მათი გამოჩენა ყოველ შემთხვევაში რომელსაც გუდა ქონდა მოკიდებული ზურგზე ყოველთვის იწევდა საკმაოდ ცუდ ასე ვთქვათ ბოშდებოდა ცუდ და ნეგატიურ მოვლენებთან რადგან სადაც ის მიდიოდა ყოველთვის ცუდი რაღაც ხდებოდა იქ ამიტომ ხალხი აძლევდა მას გარკვეულ ძღვენს ან რაღაც ესე ვთქვათ ცდილობდა რომ გამოეს რაღაც ისიქნათ ეჩუქებინათ რაღაცები, ანუ ეჩუქებინათ რაღაც საჭმელი, სასმელი და რაღაც მსგავსი რაღაც რათა მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინათ და არ დაბოროტებულიყო და არ დაეწყევლეს ოჯახი. ასევე ხდებოდა რომ ამ ბოროტი ესე ვთქვათ ჩრდილოეთის სულისთვის
როცა სანამ შემოვიდიოდა ის სოფელში, ანუ ზოგადად იმ სოფელში დასახლებული დილიყო. იქ ხდებოდა ასევე ამ ასე ვთქვათ გოგოს, ახალგაზრდა გოგოს შეწირვა, ანუ და ასე ვთქვათ იმას ბოჭავდნენ ამ გოგოს, ახალგაზრდა გოგოს და აკრავდნენ ხეზე. სამ არ გაიყინებოდა ის, უნდა ყოფილიყო იქ. თუ ის გაიყინა ერთ დღეში, უნდა გაყინულიყო ერთ დღეში ყოველ შემთხვევაში და თუ დაანახავდნენ რომ მეორდოს იყო ის განღვალი, ანუ გალღვა. ესე იგი, ჩრდილოეთის სულმა, ანუ ბოროტების სულმა, რაც ყინვის სულმა და ასე შემდეგ, მიიღო ეს ზღვენი და შესაბამისად მერე უკვე ხდებოდა უკვე ანუ კომუნისტების დროს ხდებოდა უკვე აი ეს ამ გოგოს წარმოსახვა, ოღონდ პატარა გოგოს სახით თვითონ ეს იყო მისი შვილიშვილი. და დაყვებოდა მას ამ დროს რეალურად ეს იყო სწორედ ამ კულტური ასე ვთქვათ მისტერიებიდან წამოსული ეს საცოდავი გოგო, რომელიც შესწირეს. ნახიდან გამომდინარე, შემდგომ უკვე ბოლშევიკებმა ეს ყველაფერი ასე ვთქვათ დაკრძალეს და თქვეს, რომ ახალი წელიწადი ძალიან ბურჟუაზიულია და აღჭირდება, რადგან ახალი წელიწადი პეტრე პირველის დროს შემოიღეს და შემდგომ განვითარდა ეს ყველაფერი უკვე. ხოლო სტალინმა მერე უკვე ეს ყველაფერი 35 წელს, 1995 წელს აღადგინა და ასევე 1 იანვარი შემოიღეს უკვე დასვენების დღედ. შემდგომ უკვე მანამდე დასვენების დღე არ იყო თავისთავად ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ესე განვითარდა. ასე ბოროტებასთან დაკავშირებული ეს ასე ვთქვათ ახალი წელი და აი ეს რა გიხარია თქვენ ეგეთი რაღაცა. ამიტომ ნაძვისხის შემოტანა ოჯახში ზოგადად არ არის სასურველი და ნამდვილ ნაძვისხის გქონაც არ არის სასურველი. უკეთესია რომ გქონდეთ ჩიჩილაკის მსგავსი რაღაცა, ჩიჩილაკი ისევ, რომელიც რაღაცას ყოველ შემთხვევაში ესეც არ აშავებს და არაფერ ესეთ მსგავს ნეგატივთან არ არის დაკავშირებული. ოღონდ ესაც მე მოვყევი, ეს არ არის მითი. ეს რეალობა, ეს ნამდვილი ისტორია არის, ეს იყო წარმართული, ესე ვთქვათ, აი ეს მთელი რიტუალური ღონისძიებები, რომელიც წერდებოდა სწორედ აი ამ ახალი წლის პერიოდებში. კაკარაჩუ ესე ეძახდნენ ამ თოლის პაპას მოკლედ რა. ზოგადად რომელიც ესე ვთქვათ, მე უკვე გადაიქცა სანტა კლაუსად და ასე შემდეგ. და მე უკვე მოედო უკვე როგორც მთელს ევროპას, ამერიკას და ასე შემდეგ მსოფლიოს. ანუ ზოგადად კეთილი თოლის ბაბუის იერ სახე ზოგადად ეს წამოსულია უფრო უკვე წმინდა ნიკოლოზის სახით, რომელიც აკეთებდა სიკეთეებს და ის ეხმარებოდა ხალხს, ის ეხმარებოდა გაჭირებულებს და იმიტომ მიიღო უკვე შემდგომ ესეთი სახე და სადაც ეს წმინდა ნიკოლოზი იყო ის ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა უკვე როგორც ასე ვთქვათ აი ეს მომენტი გახსოვთ, იცი თქვენ, როდესაც უკვე ბუხრიდან უგდებს საჩუქრებს ხალხს. მოხდა ეგეთი ამბავი, რომ 3 გოგო ცხოვრობდა, 3 და, რომელიც ძალიან გაჭირებულები იყვნენ, ძალიან ასე ვთქვათ, სიდუხჭერში ცხოვრობდნენ და მან უყურეთ აი საახალწლოდ ადგა და ოქროს 3 ცალი ქესაც ჩაუყდო იქიდან საყომლურიდან, ბუხრის საყომლურიდან. და კიდე მრავალი ბევრი სიკეთე ყოველ შემთხვევაში და მე უკვე გარდაიქმნა ეს ყველაფერი უკვე ესეთ რაღაც კეთილ ღონისძიებად. თუმცა ნუ ეს ყველაფერი არაა დასასრული ახალ წელთან დაკავშირებით, ბოლო რაც შეიძლება კიდე ვთქვათ, რას ვზეიმობთ ჩვენ. იესო ქრისტე იცით თქვენ რომ 25 დეკემბერს დაიბადა და ის იყო იუდეველი, ხო? და მათ აქვთ წესად წინდაცვეთა და სწორედ დაბადებიდან 8 დღეში ხდება იუდეველთა წესით 8 დღეში ხდება 8 დღის მერე ხდება სწორედ წინდაცვეთა 25 და რო გადავთვალოთ 8 დღე გამოდის ზუსტად 1 იანვარი 31 დეკემბერი შესაბამისად ჩვენს ვზეიმობთ აი ამას იუდეველთა დღესასწაულს იესოს წინდაცვეთას და რა ახალ წელს. ამიტომ აი ამდენ ესე ვთქვათ აი ფეიქ ისტორიაზე და ამდენ ჩვენთვის გაუცნობიერებელ და ჩვენთვის ბრმად მუზეიმე ხალხზე ესე ნეგატიურად ზემოქმედება მათზე ყოველ შემთხვევაში ანუ როცა რაღაცას ზეიმობ იქ რაღაც ძალაც უნდა იყოს შესაბამისი მოხდით ანუ ეგეთი ძალა სწორედ აქ იმ დღეს როდესაც არის 21 მარტი
როცა უკვე დღე იწყებს მატებს, როცა უკვე მზე ხდება ძლიერი. მზე ეს არის ერთადერთი რაღაც, რაც ადამიანს აძლევს ძალას, სიცოცხლეს, ბრძოლის უნარიანობას, სინათლეს, სიკეთე ყოველ შემთხვევაში და სამოთხე და ზოგადად ყველაფერი კარგი დამკავშირებული სწორედ არის მზესთან. მზე არის ნათელი და მზე ნათელი სად? წყუდიაჩში, ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მარადიულ წყუდიაჩში, როგორც არის კოსმოსი, არის მოთავსებული მზე ერთი მანათობელი, რომელიც ანათებს თავისი ავტონომიური ძალით, ხო? და ანათებს და გვაძლევს ჩვენს სიცოცხლეს. ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზის შვილები უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მზის ასე ვთქვათ მზის მაგივრეთ, უნდა მუშაობდით ჩვენც, ანუ მზე როგორც სინათლე და როგორც ცოდნა ეს არის. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ მზის გამაგრძელებლები ერთგვარი. ოღონდ ჩვენ შეიძლება ნათება არ დავიწყოთ როგორც ილიჩის ნათურა, მაგრამ ჩვენი ნათება არის ჩვენი ცოდნა. ჩვენი ცოდნა და ამ ცოდნის მოძიება, გადაცემა და სწავლა. შესაბამისად, მე ვცდილობ, რომ ყველანაირ აი ამ სიცრუეებს ავხადო ფარდა, ყველამ ამ სიდებილებს, რასაც ჩვენ ყოველ შემთხვევაში ესე ვცხოვრობთ და რომელიც არის საერთოდ თავიდან ბოლომდე მოშლილი. იგივე ქრისტიანობა აიღეთ, იგივე დღესასწაულები აიღეთ, იგივე შობა აიღეთ, იგივე აღდგომა აიღეთ, ყველაფერი, ეს ყველაფერი აბსოლუტურად არის აგებული რაღაც სიცრუეზე და აგებული არასწორ მიმართულებებზე და რა შეჭირდებათ ეს ყველაფერი ამ ხალხს რატო აკეთებენ ამ ყველაფერს. შესაბამისად, ადამიანი სუსტდება ამ ყველაფერით, იმიტომ რომ აკეთებს არასწორ მოქმედებას არასწორ დროს, ან მოქმედებას არასწორ დროს, ან ყველაფერს თავის დრო ხსა რა. ზეიმი როცა ხდება 21 მარტს, ხომ? ეს არის საკმაოდ დიდი ძალის მქონე და ეს არის საკმაოდ დიდი სიკეთის მქონე. ადამიანები უნდა იყვნენ ჰარმონიაში ბუნებასთან, უნდა იყვნენ ჰარმონიაში გარემო სამყაროსთან. ხო. იგივე ჯვარი. ახლა რაღაც დაგვისვეს შეკითხვა. უნდა ვატარო ჯვარი თუ არა. ხშირ შემთხვევაში მე ურჩევთ ხოლმე ხალხს, რომ ჯვარი ამ შემთხვევაში თქვენ ცოტა რთულია და შეიძლება არ ატაროთ. ყოფილა ეს შემთხვევები, რომ რჩევდნენ და ვაძლევ ხოლმე რჩევას, რომ ატარონ ბორჯღალი. ბორჯღალი არის ძალა, რა არის ჯვარი. ასტროლოგიაში ჯვარი ესა 4 სტიქია არის, რომელიც ერთმანეთზე არის დაპირისპირებული. ჯვარი არის ის, რაც კეტავს. და ჯვრის სიმბოლო ზოგადად ეს არის მონობის სიმბოლო, ეს არის სიკვდილის სიმბოლო, რომელიც ძველ ეგვიპტეში ქრისტიანობამდე იყენებოდა და ჯვარზე აცვეს მილიონობით ადამიანი და ეს იყო ასოცირებული სწორედ სიკვდილთან, ასევე ადამიანს უწოდებდა უსვამენ ჯვარს. მონები, რომლებიც ყავდა ეგვიპტელებს, იქაც ჯვრით იყო ასახული მათ კარებზე, ჯვარი იყო ჩამოსმული. შესაბამისად, ჯვარი არანაირ კავშირში არ არის ყოველ შემთხვევაში ქრისტიანობასთან, გარდა იმისა, რომ ჯვარზე აცვეს იესო. ჯვარი არის ეს არის სიმბოლო, რომელიც ზოგადად კეტავს და ასე ვთქვათ, ახშობს გარკვეულ ენერგიებს. ჯვარს თავის დანიშნულება აქვს, ოღონდ ჯვრის სახეობებს, მაგალითად ჯვარცმა ძალიან მძიმე ადამიანისთვის, ჯვარცმის ტარება ძალიან რთულია და ადამიანს ისედაც უმძიმებს ცხოვრებას. ჯვარი ეს არის რაც კეტავს, ასევე იმ ჩაკრებს, რომლის მიმართულებითაც, რომლის საპროექციოთაც არის ადამიანი, ადამიანს 7 ჩაკრა აქვს და თუ სადმე არის, ხედავს, აკეთებს იმის უკვე ასე ვთქვათ, გადაკეტვას. ჯვარი კარგია სხვათა შორის ეგზორციზმში, კარგია, როცა უნდა განდევნო დემონი, ან განდევნო რაღაცა, კეტა უკვე იმ ჯვრით შეაშინებ რაღაციზა, იყენებენ და ეს ეფექტური არის რაღაც დონეზე, მაგრამ ის რომ ეს ატაროს სულ ხშირ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული საკუთარ გამოცდილებიდანაც გეუბნებით. ბევრისთვის არ არის რეკომენდირებული, ბევრმა პირიქით შეიძლება ატაროს კიდევაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ყველამ ატაროს ესეთი რაღაცა არ არის სწორი, არ არის მართალი. რაც შეეხება ყველაზე უწყინარი და ყველაზე ძლიერი ჯვარი, ეს არის ბოლნური ჯვარი და ეს არის სწორედ ის ჩადებულია საკრალური გეომეტრია მასში, იმიტომ რომ 3 სამკუთხედისგან არის შემდგარი ერთი ჯვარი, რომელიც საკმაოდ ძლიერია და საკმაოდ ეფექტური, ასე თუ ისე უფრო წარმატებული ადამიანისთვის და უფრო კეთილის მომტანია, ვიდრე მაგალითად ჯვარცმა და რაღაც სხვა. ამიტომ ბორჯღალი ეს არის ყველაზე უნებელი რა.
ბურჯღალი, რომელსაც გააჩნია კანკურნების უნარის და გააჩნია საკმაოდ გენერირების და ასე ვთქვათ, ბურჯღალი ეს არის მრავალჟამიერის სიმბოლიკა, ეს არის galaktikis სახე, ეს არის მზის სახე და სწორედ ისე მივიდივართ მზეზე, რომელიც აძლევს ადამიანის სინათლეს, სითბოს, სიცოცხლეს, გამრავლებას, ასტროლოგიაში ესე არის, სწორედ გამრავლება დამოკიდებულია პირდაპირ კავშირში არის მზესთან, ასევე მერე უკვე მთვარესთან, მაგრამ ეს მზე მნიშვნელოვანია ძალიან. ამიტომ აი ეს მისტერიებზეც და ამ ყველაფერზეც გესაუბრეთ ყოველ შემთხვევაში, ამიტომ დანარჩენი უკვე თქვენზეა, როგორ მოილხენთ, რას გააკეთებთ, რაც შეეხება ვირთხის წელიწადს, სამომავლოდ, რაც შეეხება აი სისულელებს, რომელსაც თქვენ ისმენთ, რომ სუფრაზეს უნდა გეტყვით, ეს სრული სისულელეა, სრული აბსურდია, სრული მოტყუება როგორც ხალხის, ასევე მოტყუება არის საკუთარი თავისაც, ვისაც ამისჯერა და ამას ხადაგებს. ეს რაღაც სიბეცე ეზოთერულ თემებში, ეგეთ ყოველ შემთხვევაში ეგეთ რაღაცები არ შეიძლება ეგეთ რაღაცა ადამიანს მოატყუო, ეს ერთგვარი ისე თქვათ სწოდავს რაღაც დონეზე და რეალურად ეს საფრთხეს კაც არ მოიტანს, იმიტომ რომ ვირთხის წელიწადი იწყება არა 1 იანვარს, არამედ ესე ვთქვათ თებერვლის პერიოდში და ვირთხის წელიწადთან არ არის კავშირი არა 1 იანვარს. არც ის რიტუალები, რომლებიც ჩატარდეს ახალ წელს, ესეც სისულელეა და არაფრის მომტანი არ არის. აქედან გამომდინარე, ეცადეთ მაქსიმალურად რომ ეგეთი რაღაცები არ დაყავდეთ და საერთოდ ეცადეთ, რომ ეს პერიოდი საკმაოდ მძიმე არის, საკმაოდ რთული არის და განსაკუთრებით ეს სირთულეები კონკრეტულ ნიშნებს ეხებათ და მე მინდა ასევე გესაუბროთ ხვალინდელ, ასე ვთქვათ, მზის დაბნელებაზე და ეს მზის დაბნელება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საკმაოდ ძლიერი. ეს იწყება ისევ და ისევ თხის ასე ვთქვათ ზოდიაქოში, ვითარდება მოვლენები სწორედ მზისა და მთვარის შეერთებით. მზისა და მთვარის შეერთებით ყოველ შემთხვევაში ხდება უკვე ეს დაბნელება და ეს ყველაფერი ხდება ასევე იუპიტერთან კავშირში და დაღმოვალ კვანძთან. ანუ ჩვენ უნდა განთავისუფლდეთ ამ შემთხვევაში წარსული, ასე ვთქვათ, ძველი მიდგომებიდან, ცხოვრებისეული მსოფლმხედველობიდან და უნდა აუცილებლად უნდა შევცვალოთ თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ ჩვენი ასე ვთქვათ მიდგომები და ზოგადად ეს ეხება ასევე არა მარტო ასე ვთქვათ უნდანურ დონეზე ეხება მსოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობას, ანუ მსოფლიო ეკონომიკა გადადის ახალ პლატფორმაზე, ახალ ფორმატში მუშაობის. ეს არის ახალი ეკონომიკური რეფორმები, რადგან ეს ასე ვთქვათ ასპექტები, რომლებიც ახლა იქნება ცაზე, პირდაპირ უკავშირდება დადებით ასპექტში არის ყველაზე რეფორმატულ ნიშანთან, როგორც არის ურანი, ან ურანი დაიწყებს განახლებას უკვე არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, ეცდებიან სწორედ ახალი ძალების შემოვიდნენ უკვე ასე ვთქვათ საბიელზე და განსაკუთრებით საქართველოს ეს მნიშვნელოვანია სწორედ ეს მუშათა კლასი, ეს ხალხი ეკონომიკური მდგომარეობა. მან თუ არ დაამთავრეს ეხლა ეს დღევანდელი მდგომარეობა, ხვალ შეიძლება დაამთავროს ზოგადად თვითონ გარემოებამ დაამთავროს და დაამთავროს ძალიან ცუდად. ამიტომ ეს პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანია, არის უბრალოდ აი ამ ყველაფერს მე უფრო გავშლი, როცა უკვე გავაკეთებ წლის ჰოროსკოპს 2020 წლის თავიდან ბოლომდე განვიხილავ და 2020 წელიწადი გამორჩევა ასევე რეკორდული მაჩვენებლით დაბნელებების, 6 დაბნელება არის მზის და მთვარის შესაბამისად ეს ძალიან ბევრი არის და ძალიან მაღალი მაჩვენებელი არის, ამიტომ საკმაოდ ცეთი წელიწადი არის, საკმაოდ დიდი გარდამავალი წელიწადია მერწყულის ეპოქის გასაღები თითქოს უკვე გადატრიალდა და მერწყულის ეპოქაში გადადის სწორედ კაცობრიობა და იწყება ახალი ეპოქის, აი ახალი ეკონომიკური, ახალი სოციალური, ახალი მსოფლმხედველური და
ჩვენი გაგებას და ჩვენი მენტალობაც უნდა გადავიდეს ახალ ყაიდაზე, მერწყულ ყაიდაზე. ან გადავიდეს ჩვენ ნებით, ან გადავა ეს ძალით. ან არ გადავა საერთოდ. არ გადავა და ეს იქნება ძალიან ცუდად. გაისახე მე როგორ ადამიანზეც. ანუ ადამიანმა უნდა ისწავლონ ტრანსფორმაცია და უნდა ისწავლონ ცვლილება, ანუ მაგიტომ არის ადამიანის დაბადება და ადამიანის ცხოვრება ასეთი მნიშვნელოვანი, რადგან ადამიანი უნდა ადამიანს უნდა შეეძლოს ლავირება, ადამიანს უნდა შეეძლოს ცვლილებები, გარდაქმნები, როცა ადამიანი არ იცვლება, შესაბამისად იქ პროგრესი არ არის. როცა პროგრესი არ არის, ასე იგი ამ შემთხვევაში ადამიანი ეთიშება უკვე ცხოვრებას. ან ძალიან ბევრ სირთულებს აწყდება, ძალიან ბევრ უარყოფით მოვლენებს აწყდება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანისთვის. ამიტომ ჩვენც უნდა გარდავიქმნათ და გარდავისახოთ და მოვერგოთ იმ ახალ ეპოქას, კეთილი ვინებოდა ეს ყველაფერი გავაკეთოთ. რაც შეეხება ესე 26 დეკემბერს, ანუ ხვალიდან დამნელებას. თუ თქვენ რაღაც მოვლენების და გამო მოგიწიათ რაღაც სიკეთის ზაკეთება და გახდებით უფრო დამთმობი ამ პერიოდში და ამ ასე ვთქვათ თქვენი უქმედება რაღაც სიკეთეზე იქნება ორიენტირებული ან ასე ვთქვათ მიმართული, ეს გაწმენდავს თქვენს ასე ვთქვათ ცოდვებს, ასე თქვენ კარმებს. თითქოს რაც კი გაგვეთებიეთ ცუდი, ის წაიშლება და დაიწყება რაღაც ყველაფერი ახლიდან და დაიწყება უკვე რაღაც სხვა სუფთა ფურცლიდან და რეალურად ეს ძალიან მაგარი რაღაცაა, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ასევე თქვენ შეგიძლიათ გარკვეული რიტუალი ჩაატაროთ ვიზუალიზაციის რა არ გინდათ რომ გქონდეთ მომავალი წლისთვის, სწორედ აი მაგაზე დაფიქრდეთ და უნდა ასე ვთქვათ წარმოსახვით, წარმოიდგინოთ ის როგორ მიდის ის თქვენგან და ეს უარყოფითი მოვლენები როგორ ქრებიან თქვენგან. და თუ დაამთხევთ ამას მზის დაბნელებას, რომელიც არის თბილისის დროით 09 საათზე და 17 წუთზე, ვიმეორებ 09:17 დილის საათებზე საუბარი, აი აქ. სწორედ ამ პერიოდში მოახდინოთ ვიზუალიზაცია და ასე ვთქვათ წარმოიდგინეთ როგორ მიდის თქვენი დაავადება, მიდის თქვენი პრობლემა, მიდის თქვენი მაგალითად რაღაცის სირთულეები, რომლებიც გააქვთ. ეს იქნება ძალიან კარგი. კარგად იმოქმედებს ეს ადამიანზე. მის კარმაზე და მის მომავალ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ეს დაბნელება ზოგადად ეს დაბნელება იმოქმედებს 20 წლის მანძილზე. 20 წელიწადი ექნება სწორედ აი ამ პროგრამირებას ასე დიდი ძალა. და ასევე იმ მოვლენებს, რომლებიც მოხდება 20 წელს, პლუტონისა და სატურნის შეერთება, პლუტონისა და იუპიტერის შეერთება, სატურნისა და იუპიტერის შეერთება, ესეც 18, 20 და 16 წლიან 12 წლიან ციკლებზეა დამოკიდებული. მოდი ახლა განვიხილოთ კონკრეტულად ვისთვის იქნება ძალიან პოზიტიური ეს დაბნელება, იმიტომ რომ დაბნელება ეს არის გარდაქმნა და შესაბამისად ეს გარდაქმნა და ასე ვთქვათ ცვლილებები შეიძლება სწორედ თქვენ სასიკეთოთ. ანუ დაბნელება არნიშნავს მაინც და მაინც ცუდს, დაბნელება ეს არის რაღაც ძვლის დამთავრება, ამიტომ თვითონ რაღაც ძველი უნდა დაამთავროთ, რაღაცა უნდა დაასრულოთ. რაღაცა უნდა ასე ვთქვათ ან რაღაც ნაგავი უნდა გადაყაროთ თქვენ ცხოვრებიდან. ზედმეტი ხალხი, ზედმეტი ნივთი, ზედმეტი რაც არის თქვენთვის, ზედმეტი რაღაც გაწუხებთ, რაღაც ვნებთ, ის უნდა მოიცილოთ, ესაა ყველაზე კარგი ვარიანტი. სწორედ დაბნელება სწორედ ხშირ შემთხვევაში ეხმარება ადამიანს სწორედ აი ამ თემებთან დაკავშირებით მუშაობაში. თორნიკი ამაღამ დაბადებულ ბავშვს რაიმე განსაკუთრებული ბედი ექნება, რადგან დაბნელება უწევს. ამაღამ დაბნელებულ ბავშვს არ ექნება, ეს დაბნელება არ არის ცუდი. მათთვის ვინც დაბადებული იქნება ახლა ეს პერიოდში, ნამდვილად არ იქნება ცუდი, პირიქით საკმაოდ იღბლიანი ადამიანი იქნება და რაღაც დონეზე, ნუ ასეთი ადამიანები, ვინც დაბნელებაზე იბადებიან, სწორედ მათ ცხოვრებაში სწორედ დაბნელებაზე ხდება მნიშვნელოვანი მოვლენები. თუ დადებითი ასპექტები აქვს უკვე, დადებითი მოვლენები იქნება, თუ უარყოფითი ასპექტები, თუ უარყოფითი მოვლენები იქნება, გააჩნია სიტუაციას და გააჩნია პირად რუკას, მაგრამ ამ შემთხვევაში დადებითი ასპექტები აქვს, თუ გადის ურანზე და სწორედ ურანის თხოვს, რომ ადამიანი განახლდეს, ადამიანმა არა მარტო ადამიანი, არამედ სახელმწიფომ, არამედ ეკონომიკამ, ყველაფერმა აბსოლუტურად ახალი იდეები, ინოვაციური აზრები, კრეატიული მიდგომები
განვითარების სხვა სფერო, სხვა ეტაპი, მაგაზე, ანუ გადაეწყოს ყველაფერი მანდეთკენ, დაინგრეს ძველი სისტემები ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური შესაბამისად და დაიწყოს რაღაც სიახლეები, დაიწყოს ახალი მოქმედებები, ახალი მიდგომები და ჩვენც გადავდივართ, რეალურად გადავდივართ უკვე ამ გარდამავალ ეპოქაში გვიწევს ჩვენ ცხოვრება და გადავდივართ სწორედ მერწყულის ეპოქის, სწორედ ახალ ცნობიერებაში, ახალ მენტალურ და ახალ, ესე ვთქვათ, ფიზიკურ განვითარებაში, იმიტომ რომ ფიზიკურ მდგომარეობაზე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეპოქალური ცვლილებები, იმიტომ რომ მერწყულის ეპოქა ეს არის ტექნოლოგიური ეპოქა და შესაბამისად აღარ მოითხოვს ადამიანის უხეშ ძალას, ამიტომ ჩვენი ფიზიკური მდგომარეობაც და ჩვენი ყველაფერი იცვლება აქედან გამომდინარე, რადგან ცხოვრება და პირობები იქნება ეგეთი, რომლებიც ადამიანს ქმნის უკვე ადაპტირებულს იმ გარემოებზე, რაც წინ გვექნება. მე მინდა გამოვყო რამდენიმე, ასე ვთქვათ, ყველაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა გამოვყო რამდენიმე ზოდეკოს ნიშანი, კონკრეტულად თარიღები, ვისთვისაც იქნება ძალიან დადებითი ეს დაბრუნება და დავიწყე პირველ რიგში ყურუების და ანუ ვერძის ბოლო გრადუსი, რომელიც არის, ესე იგი 19 გრადუსი, ესეთ 29 გრადუსი, 29 გრადუსი. ეს არის 19, 20, 21, 22, 23, 24 აპრილი. მათთვის იქნება ძალიან დადებითი და პოზიტიური და დადებითი იმოქმედებს ეს ყველაფერი. თუმცა, პირად უკაც გააჩნია, მაგრამ ზოგადად ვიძახი, მე უფრო ვცდილობ რომ მეტი კონკრეტიკა მივცე ჩემს, ესე ვთქვათ, აი ამ რჩევებს და ჩემს პროგნოზებს, რადგან უფრო ემთხვევა რაღაცები და ხალხი უფრო ყოფილი ამითი და ჯობია მეტი კონკრეტიკა იყოს ყოველთვის. ასევე 22, 23, 24, 25 სექტემბერი ეს არის დადებითად ვისაც მოქმედებს, ეს უკვე მერწყულს ეხება, ლომის ბოლო დღე და უკვე მერწყულის დასაწყისი. ბოდიშით, ქალწულის დასაწყისი, ანუ ქალწულის, ანუ სექტემბრის 22, 23, 24, 25. ასევე ოქტომბრის 22, 23, 24, 25 ოქტომბერი და დადებითი ასევე თევზების ზოდეკოს ნიშანი, რომელიც არის 21, 20, 21, 22, 23, 24, 25 თებერვალი. ესე იგი, რაც შეეხება ზოდეკოს ნიშნებს, რომელსაც რთულად აქვს საქმე, ძირითადად ისევ და ისევ გამოვკვეთა უკვე კარდინალურ ნიშნებს, როგორიც არის ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა. შესაბამისად, მათ უწევთ საკმაოდ ბევრი სირთულეების გადალახვა და უკვე ლაპარაკია იმ ისე ვთქვათ, ნიშნებზე, ვინც არიან დაბადებულები უკვე აპრილის თვეში, ვინც არის დაბადებული ასევე ივლისის თვეში, ოქტომბრის თვეში და იანვრის თვეში. 7, 8, 9, 10, 11, 12, აი ეს ციფრები, ანუ ამ რიცხვებში. მე ხოთ არ მინდა ძალიან დავძაფრო და ძალიან, ასე ვთქვათ, ისეთ ვილაპარაკო კირჩხიბებზე, იმიტომ რომ რთული პერიოდი აქვს მათ, კირჩხიბებს განსაკუთრებით რთული პერიოდი აქვს ასევე აპრილში დაბადებულებს, აპრილში დაბადებულ ვერძებს და ასევე სასწორებსაც, ვინც არის დაბადებული ოქტომბრისთვის. ანუ მათთვის რჩევა მაქვს ესეთი, რომ და მაქსიმალურად იმოქმედონ, მეტი მოქმედება გაწიონ, მეტი იშრომონ, ამიტომ რაც არის სირთულეები ელოდება ადამიანს, ჯობია თვითონ იშრომოს და თვითონ ასე ვთქვათ, გაირთულოს საქმეები, ვიდრე მას სამყარო გაურთულებს. ეს უფრო მარტივად გამოვლენ მოვლენებისგან, ამ სირთულეებისგან, რადგან დარჩა უკვე ძალიან ცოტა და დარჩა უკვე რაღაც რამდენიმე თვე, როცა უკვე სატურნი დატოვებს უკვე მალე თხის ზოდეკოს ნიშანს, დროებით, მაგრამ მომავალს უკვე სამუდამოდ და დაიწყება უკვე დიდი აღმავლობის პერიოდი უკვე ჰარისტიკიებისთვის, იგივე სასწორებისთვის, იგივე ტუბებისთვის. შესაბამისად, დადებითად მოქმედებს ეს ყველაფერი ასევე ვერძებზე და დადებითად მოქმედებს ასევე მშვილდოსნებზეც. სატურნის გადასვლა
თხის ქიდან უკვე მერწყულში, მაგრამ ეს უკვე სამომავლო საქმეა, ეს უკვე დაახლოებით 300 დაჭირდება კიდე 3 თვე. ამიტომ ზოგადი მდგომარეობა ესეთი არის, მე ვბურთ გამზადებ 2020 წლის სრულ, ასე ვთქვათ, მიმოხილვას თავისი დაბნელებებით, იმ დაბნელებებით ძალიან ბევრი რაღაცაა და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი შობა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღის მატება, მზის გამარჯვება სიკვდილზე და ესწარეთ მრავალს, გქონდეთ მუდამ სიკეთე, გქონდეთ მუდამ სიხარული და წარმატება. და დაიყოლთვის სასრულებდეთ იმ თავარ ფუნქციას და აზრს, რაც რატომაც ვართ მოსულები. განვითარდეთ და გადავცეთ სინათლე ერთიდან მეორეზე. თუნდაც დედა იყო, თუნდაც მამა იყო, თუნდაც შულს გადასცე, თუნდაც მეგობარს, თუნდაც სხვასთავარ ეს სინათლე ცოდნა შეიძინო და გადასცე. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, არსებობის მთავარი აზრი და მთავარი იდეა. არ ავნო სხვას, დაიცოხლო შუალედ და გასცე სინათლე, ანუ იყო მზე. ამიტომ მრავალს დაესწარეთ, იყავით მზეები, იყავით ბედნიერები, იყავით ცეცხლით სავსეები და მრავალჟამიერი იყოს თქვენთან. მრავალჟამიერი ეს სწორედ ის ღვთაებრივი სიტყვაა და ეს ბორჯღალს ასახავს ამ ყველაფერს, რაც სამყაროს მარადიულ განვითარებას და მარადიულ პროგრესს აღნიშნავს. ეს არის სამყაროს მთავარი მისია და მაგიტომ ვართ მოსულები, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ფეხი აუღბათ და ვიყოთ ევოლუციისა და განვითარების გზაზე და არა ინვოლუციისა და უგანვითარების გზაზე. აზეც ყოველ შემთხვევაში ვდგევარ და მე ვცდილობ ყველაფერს შევცვალო და ყველაფერს თავისი დრო და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინო, ყველა დღესასწაულსაც კი. ამიტომ რას უღარ აღნიშნავთ მნიშვნელოვანია და ეს უნდა იცოდეთ თქვენს, რომ ეს ახალი წელი ამ ახალ წელს ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა გადაეტვირთავთ თავს საიმეებით. კარგია კეთილსურვილები, კარგია სითბო და სიყვარულის გაცემა, ამით იყავით დაკავებულები და ძალიან დიდ ყურადღებას მომიაღწევთ სწორედ იმ ვირთხებისა და მაჩვების წლებს და ასევე იმ გარკვეულ, ასე თქვა, კომპონენტებს, რომლებიცაც გირჩევენ ვიღაც სხვა ასტროლოგები, ურჩევენ ადამიანს და ჩაიციკლებით ამ ეს არის არ მოგიტანთ ყოველ შემთხვევაში თავსაც მოიტყუებთ. იყავით ბედნიერები, ჯანმრთელები და დაასწარეთ მრავალს კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას.